სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და განვითარების შემთხვევაში ინვესტორს მიწისნაკვეთი 20 წლის ვადით იჯარით გადაეცემა. ეს ეხება როგორც საჯარო სკოლებთან არსებულ სპორტულ მოედნებს, ასევე სხვა საჯარო მიწისნაკვეთებს. სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა მთავრობის მეთაურმა დაინიცირა. ვაკუმ ეზურნიშვილი გიამბობთ. ჩვენ შეგვიძლია საქართველოს ვაქციოთ ახალ ხორვატიად სპორტის კუთხით, პატარა ქვეყანა უმაღლესი სპორტული მიღწევებით. სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სპეციალური პროგრამა უკვე ინიცირებულია. მომავლის ინვესტიცია ქვეყანაში არსებული სპორტული ობიექტების კეთილმოწყობას და საჯარო მიწისნაკვეთებზე ახალი ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბავშვთა სპორტის განვითარებას. თუ თავის თავზე აიღებს ინვესტორი შესაბამისი სივრცის მიწისნაკვეთის რეაბილიტაციას და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, სპორტული მოედნების მოწყობას, მათ 20 წლის ვადით აღნაგობის უფლებით გადავცემთ იჯარი შესაბამის მიწის ნაკვეთებს. 10 წლის განმავლობაში ისინი გადაიხდიან იჯარის სიმბოლურ საფასურს და შემდეგი 10 წლის განმავლობაში ისინი გადაიხდიან საფასურს საბაზრო ღირებულების შესაბამისად. ინვესტორი ვალდებული იქნება რა სკოლას სასწავლო პერიოდში დაუთმოს უფასო თანაცხოვრების გარეშე. მთავრობამ კანონმდებლობაში ცვლილება მოამზადა, რომლის მიხედვითაც საჯარო სკოლებისა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული სპორტული ობიექტების კერძო სექტორისთვის გადაცემა მარტივდება. სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მოგცემს საშუალებას იმისა, რომ მე ჩვენ ახალგაზრდაობას მიიცეთ საშუალება ამა თუ იმ სპორტის სახეობაში იქნენ დასაქმებული. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, როგორც პრემიერმა ახსენა, არის მასობრივი სპორტის და უფრო მეტი საშუალების მიცემა ჩვენი ახალგაზრდაობისა, რომ სხვადასხვა სპორტის სახეობაში ჩართული. შესაბამისად ეს გადაწყვეტილება დარწმუნებული ვარ გაამართლებს კერძო სექტორის შეშვებას ამა თუ იმ სახელმწიფო ობიექტებზე. პრემიერის ინიციატივით უკვე დაინტერესდნენ კერძო სექტორის წარმომადგენლები. ქართული საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელები ახალ პროგრამას საერო საქმედ მიიჩნევენ. სამომავლოდ კი მრავალი მილიონის დაბანდებას გეგმავენ. ძალიან დროულია არასდროს მომხდარა ასეთი და ჩვენ საუბრობთ ჩავერთვებით ამ ინიციატივაში. ჩვენ ძალიან დიდი მიზნები გვაქვს აკადემიის გაზრდის საქმეში და აქედან გამომდინარე მოედნების გარეშე შეუძლებელია ჩვენ ვზადოთ რომ გავაკეთოთ ინვესტიცია. ამ ინიციატივამ ძალიან კარგი პირობები შექმნა ამისთვის და მადლობელი ვარ მთავრობის. Ძალიან სასარგებლო და საინტერესო ინიციატივაა. მინდა გითხრათ, რომ ცალსახად აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ქართული სპორტის განვითარებას და კერძო სექტორის შემოსვლას. მე შემიძლია რომ ჩვენი პარტნიორების და ინვესტორების სახელით დავადასტუროთ ჩვენ საათვართ მრავალი მილიონიანი ინვესტიციის განსახორციელებად. მთავრობის ინიციატივას განიხილავს საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელი. ლევან მჭედლიძე მიიჩნევს, რომ განვითარებული სპორტული ინფრასტრუქტურა მომავალ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბების საწინდარია. ეს მარტო ჩვენთვის არ არის, კეთდებათ მომავალი თაობებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი საამაყო სპორტსმენი გვეყოლება საქართველოში და ამის იმედი გვაქვს ჩვენზე ეს იქნება უდიდესი ხელშეწყობა. ინფრასტრუქტურის გარეშე შეუძლებელი არის, რომ განავითარო და დღეს შედეგი გქონდეს სპორტში. საქართველოს მთავრობის ორიენტირი მკაფიოა. სპორტული ინფრასტრუქტურა უნდა პასუხობდეს გაზრდილ მოთხოვნას როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, რაც ხელს შეუწყობს მომავალი თაობისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.